რა შევაფასო ეხლა? რა შევაფასო 2016 წლიდან ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ასე თუ ის ეხლა საერთაშორისო მედიის სტანდარტებიც გაგვივლია. ჟურნალისტიკის ისტორიაც გაგვივლია, მსოფლიო ჟურნალისტიკის, ასევე ქართული ჟურნალისტიკის და იმედი, პოსტივი და რუსთავი ორი საუბრობენ იმაზე, რომ თურმე BBC არის მიკერძოვებული და BBC-მ დადო რაღაც არასწორი დასკვნები. ჯერ დასკვნა არ დაუდია BBC-ს. BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გაგიკვირდებათ ჩემო ძვირფასებო და გეტყვით, რომ კობახიძემ გამოძიებამდე უკვე დაადასტურა, რომ ქართული ოცნებიდან არავის არ გამოუყენებია საერთაშორისოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერება, რომელიც BBC-ს გამოძიების თანახმად ქართული დემონსტრანტებს წამლავდა. თუმცა ამის პარალელურად ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა, რომ ქვეყანაში შედგება სამართლიანი გამოძიება და ეს გამოძიება დაადგენს რეალურად იყო თუ არა გამოყენებული. ანუ გამოძიებამდე ირაკლი კობახიძემ უკვე დადო დასკვნა, რომ არავის არ გამოუყენებია. 1%-იც ალბათობა არ დაუშვა იმისა, რომ ვინმე შეეძლო, რომ შესაძლოა გამოეყენებინა ეს და ბოროტად ესარგებლა თავისი თანამდებობით, ესეც არ დაუშვა. და ამის პარალელურად დაგვინიშნა გამოძიება. უბრალოდ ბატონო ირაკლი ძვირფასო სეხნია. გამკვირვებია და უნდა გითხრათ, სხვანაირად არ გამოდის. აბა რისთვის არის გამოძიება? ან რა უფლება გაქვს ამ დემოკრატიულ, ამ მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყანაში, რომ წინასწარ ამბობ, რომ არავის არ დაუშავებია ეს. ეს ის ხომ არ არის რაც უკვე შიგნით გაქვთ ნალაპარაკები და გარეთი ლაპარაკი, არავის არ დაუშავებია, არავინ არ არის დამნაშავე და თქვენივე გამოძიება, რომელმაც გომელაური და ხარება დაიბარა და გამოკითხა, უბრალოდ აკაჩავა ეს ხალხი რომ, არაფერი ისეთი არა თქვა, ბიჭო და რა ნაცების დროს შეძენილია გომელაურს რომ ეთყოდნენ, რას ქვია 2009 წელს შეძენილია, ესე იგი თუ იყო შეძენილი და ჩვენ გქონდა და ვინახავდით, ნუ გამოყენებას რაღა უდგას წინ, ხო და აი რომ დაიბარეთ და რომ მიაკაჩავეს. ხო და ახლა რომ დასკვნა უნდა დადოთ რომ არავის არ გამოუყენებია და ის კი არა, ნაცების დროსაც კი არ ყოფილა ასეთი რაღაცა. ხო. რავი, რანაირად ჯდება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებში. ისე სიტყვის მასალად მაინც გითქვა, რომ ნუ შეიძლება, კაცო, ეხა არაფერი არ არის დაზღვეული ბოლო-ბოლო აგე ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და მათი კლანი საქართველოს აზიანებდა და deep state-თან თანამშრომლობდა და აზიანებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მე deep state-ს რომ ვებრძვი ამდენი ხანია, შესაძლოა რომ მართლა ვებრძვიან შიგნიდან. მაგრამ არა, კობახიძემ გამოძიებამდე დაადასტურა რომ არავის არ გამოუყენებია, ახლა გამოძიებაც მიდის, რისთვის მიდის არ ვიცი. უბრალოდ ეს თავიანთ ამომრჩეველს უნდა დაანახონ 21-22% რომ ხავთ, რომ თურმე გამოძიება ჩატარდა და დადასტურდა რომ BBC მოიტყუა, იმ BBC-მ, რომელიც მთლიანად მსოფლიო მედიის სტანდარტია და ამ BBC-ს აკრიტიკებენ პოსტივის რუსთავი ორის და იმედის ეთერიდან, საიდანაც, ნუ აი რა შევაფასო ეხლა, რა შევაფასო 2016 წლიდან ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ასე თუ ის ეხლა საერთაშორისო მედიის სტანდარტებიც გაგვივლია. ჟურნალისტიკის ისტორიაც გაგვივლია, მსოფლიო ჟურნალისტიკის, ასევე ქართული ჟურნალისტიკის და იმედი, პოსტივი და რუსთავი ორი საუბრობენ იმაზე, რომ თურმე BBC არის მიკერძოვებული და BBC-მ დადო რაღაც არასწორი დასკვნები. ჯერ დასკვნა არ დაუდია BBC-ს. BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოკითხა უამრავი ადამიანი და უამრავი ადამიანის დაზიანებები ემთხვეოდა ერთმანეთს, იდენტური იყო. ეს არის გამოძიება და ერთი წლის განმავლობაში, იმიტომ მიდიოდა ეს გამოძიება, რომ მაღალი სტანდარტი მოითხოვს ზუსტად აი ამ ხელა დროს. რომ შეცდომა არ მოხდეს. ასობით ადამიანია გამოკითხული და გამოკვლეული. და თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე BBC, Deep State, ომის პარტია, რა ვიცი, ჩინგისხანი, მურვანყრუ, თემურლენგი, შაჰაბასი, ტრამპი, მამაბუში, შვილიბუში, მაჯლაჯუნები, ტამპლიერები, ქვისმთლელები, მასონები გებრძვიან თქვენ და BBC-ს დაემატა თურმე და ეხა თვეების წინ რომ მოგწონდათ BBC სტანდარტები კეზერაშვილთან დაკავშირებით, ეხა თქვენს თავზე რომ იგივე სტანდარტებია ეხლა აღარ მოგწონთ და BBC თურმე ცუდი მედია ყოფილა. ჯერ თქვენი შესაძლებელი რო გახდება BBC. იმ ხალხის, რომლებიც იმედზე გამოდიხართ და იქიდან საზოგადოებას მოძღვრავთ და თქვენი საზომით ახლა იმედია სოფლიო მედიის ჭიპი და შალვა რამიშვილი არის კიდე მედიის მამა, თემი და ჟურნალისტიკის რა. ხო, აი მეცინება უბრალოდ, აი სად ცხოვრობთ და ამას რომ გიჯერებთ ხალხი. ნუ არ ვიცი ხრა, როგორც ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ვართ, ნაცი და რა ვიცი კიდე მე მაჯლაჯუნები, აი ეგრე არის ახლა BBC ჟურნალისტიკაში ის რა ქვია ჭიჭეიშვილი როგორც ფეხბურთში რა.